თოვლის წმენდასთან დაკავშირებით დავდები ვიდეო, არ ჭირდება მეთქი მაგას 10 მილიონიანი ტექნიკა, აგერ არსებობს სპეცაღჭურვილობა, რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს პიკაპებზეც, ტრაქტორებზეც, სატვირთოებზეც და ის ტექნიკა გამოიყენოთ, აღჭურვოთ, რაც გააქვთ და იმით გაწმინდოთ შეიძლება თოვლი. ხო და გამომიხდნენ კომენტარებში სპეცტექნიკის გარეშე როგორ შეიძლება ამ ხელა თოვლის გაწმენდაო და ეხლა შემხვდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიდეო ინტენსიურად იწმინდება გზებიო და ამ ტრაქტორს მარტო მე მეჩვენება რომ რაღაც აკლია თუ თქვენც ხედავთ. წინ ფარი არა აქვს, უკან გამომული აქვს მარილის საყრელის ნაცვლად რაღაც არ ვიცი ფოცხი ქვია თუ რა ქვია ამას, უარესად კეპნის ეს და ყინულად აქცევს თოვლს. ეს ეწმინდავთ? ეს არის ინტენსიური გაწმენდა? ამ დროს ტრაქტორი წინ უნდა იყოს ფარით აღჭურვილი, რომელიც ცერად უნდა იყოს დამაგრებული და თოვლი გადაყაროს გზიდან პირდაპირ უაწვევით იმ ძველი ტრაქტორებით. თოვლს საწავა ის თოვლი, რო ახოხოლავით, რა თქმა უნდა, რომელმა ტრაქტორმა უნდა გაუძლოს, უკან კიდე მარილის საბნევი უნდა იყოს დამაგრებული და მარილი ეყრებოდეს ავტომატურად რო აღარ იქცეს ყინულად. საბჭოთა ტექნიკასაც კი ქონდა ცერად დამაგრებული ერთი ფარი, რომ გზიდან თოვლი გადაეყარა, გეტყვით ადამიანი რამეს და ლანძღვაგინების მეტი არაფერი იცით.